მოვა დრო, როცა ქართული საზოგადოება უმკაცრეს პასუხს გასცემს აი ამ ჩვენი მომავლის ქურდებს, რომლებიც შევარდნაძის პერიოდიდან არ იცოლებიან და ერთი და იგივე ადამიანები იპარავენ ახალი თაობების ბეცსა და იღბალს. კასპის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 70-მდე სოფელია და 2026 წლისთვის საქართველოს არაღიარებულმა ხელისუფლებამ 950,000 ლარი გამოყო აი ამდენი ერთეულისთვის. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს რომ გადავანაწილოთ 70 სოფელზე, არაფერი არ გამოდის, არაფერი არ ხვდება თვითონ სოფელზე, შესაბამისად ის პრობლემები, რომლებიც იქ უკვე 10 წლებია არსებობს, მოუგვარებელი რჩება. ვერავინ ვერ მეტყვის იმას, რომ გზის მოხრეშვა რაღაცა განვითარების ფარგლებში ჯდება, როდესაც ღარიბაშვილი, გომელაური, ლილუაშვილი, მიქაუტაძე და სხვა დანარჩენები მილიონობით ლარს იპარავენ და გვეუბნებიან, რომ თურმე ბიუჯეტში ფული არ არის იმისათვის, რომ რეგიონებში სოფლები განვითარდეს. და ეს ადამიანები ედრებიან ისეთ ქვეყნებს, სადაც მაგალითად პენსია არის მინიმალური ანაზღაურება 1500 ევრო. ისინი შვედეთზე საუბრობენ, რომ თურმე შვედეთში ეკონომიკური მდგომარეობა ისეთი სავალალოა, რომ იქ ადამიანები ვეღარ ცხოვრობენ. სკანდინავიაზე ლაპარაკობენ ამას, სადაც ბედნიერების ინდექსით მაგალითად ფინეთი არის პირველ ადგილზე. და ნორვეგიაზე და შვედეთზე უკვე აღარ არის საუბარი და დანიაზე როგორი განვითარებულია. ამ ადამიანებს 950,000 ლარში 1 მილიონიც ვერ გაიმეტეს 70 სოფლისთვის და ადამიანებს ხვდებიან ყოველდღიურად და აჯერებენ მოსახლეობას, რომ თურმე კმაყოფილი მოსახლეობა მათ მადლობებს უხდიან. ეს ადამიანები კარგად უნდა იცოდეს საზოგადოებამ, ვის ხვდებიან. ესენი არიან ძირითადად პედაგოგები და საბავშვო ბაღის მასწავლებლები, რომლებიც უარს ვერ ეტყვიან იმ ადამიანებს, რომლებიც მათგან არიან დანიშნულები. და ეს ადამიანები უფრო მეტიც არჩევნების გაყალბებაში იღებენ მონაწილეობას. ისევ ეს ადამიანები არიან იმ სოფლის საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლებად და კომისიის წევრებად, სადაც 2024 წელს არჩევნები გაყალბდა ტოტალურად. და ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, ამ დანაშაულებრივ საქმეებში არიან ჩართულნი და შესაბამისად უხეშად რომ ვთქვათ, ყურებით უჭირავთ ხელისუფლების წარმომადგენლებს. და როდესაც მაგალითად ვახტანგ მაისურაძე მიდის რომელიღაც სოფელში, იქ ადვილად შეამჩნევთ იმ სუნს და იმ გარემოს, სადაც ძალადობრივად მიყვანილი პედაგოგები არიან, რომლებმაც თავი შეყეს იმ მარყუში, რომელიც აუცილებლად ამ თავებს დააყრევინებს. მოვა დრო, როცა ქართული საზოგადოება უმკაცრეს პასუხს გასცემს აი ამ ჩვენი მომავლის ქურდებს, რომლებიც შევარდნაძის პერიოდიდან არ იცოლებიან და ერთი და იგივე ადამიანები იპარავენ ახალი თაობების ბეცსა და იღბალს. ამ ადამიანებზეა დამოკიდებული ჯერ სკოლაში მომავალი თაობის აღზრდა განათლება, სადაც ისინი საერთოდ თავიანთი კომპეტენციიდან გამომდინარე შეუსაბამო ადამიანები არიან და პროფესიული თვალსაზრისით ჩარჩენილები არიან ისე კომუნიზმში და ადამიანის თავისუფალი აზროვნების უნარებს კლავენ და ისინი თავს ახვევენ თავიანთი ბინძურ მენტალობას. აი ეს ადამიანები ანადგურებენ ჩვენს მომავალს და ისინი ქმნიან იმ ილუზიურ რაღაცა არაამქვეყნიურ ფონს, რომ თითქოს გამოვიდა მთელი სოფელი და 15,000 ლარი რომ გამოუყეს რომელიღაცა სოფელს, ამით სოფელი განვითარდება. იქ არც ერთი არ ეუბნება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობას, რომ თქვენ გვატყუებთ, ეს არ არის განვითარება, ეს არის ჩვეულებრივად ფულის ფლანგვა და ამ ფულით ისევ თქვენთან დაახლოებულ ბიზნესმენებს ახეირებთ. არავინ არ საუბრობს ამაზე. და ამათ გარდა კიდევ თითოეული ადამიანი არის ეგრეთ წოდებული კოორდინატორები, რომლებსაც ავალიათ იქ ჩვეულებრივი ჩეკისტები არიან, რომლებმაც იციან ხმას ვინ ვის აძლევს, დახმარებას ვინ იღებს და ეს დამხმარების მიმღები პირები ვისი მხარდამჭერები არიან, რამდენად აკრიტიკებენ ხელისუფლების წარმომადგენლებს და რომელი ოპოზიციური პარტიის ამომრჩევლები არიან. ზუსტად აი ამის ფარგლებში იგეგმება საქართველოში 500,000 ადამიანისთვის დახმარების შეწყვეტა, რადგან მათ აქვთ ოფიციალური მონაცემები, რომ ისინი არ არიან აი ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ამომრჩევლები. აი ასეთ გარემოში შექმნეს ილუზიური სამყარო, რომ თურმე კასპის მერი ვახტანგ მაისურაძე მიდის სოფლებში და ადამიანებთან ერთად კონსულტაციების საფუძველზე იქ იღებენ საერთო გადაწყვეტილებას, რა სჭირდება სოფელს. სოფლის მოსახლეობის 1%-იც არ გამოდის ამ შეხვედრაზე, რადგან ვახტანგ მაისურაძეს და მისნაირ პოლიტიკოსებს არ აქვთ არანაირი ლეგიტიმაცია, არ აქვთ ნდობა და შესაბამისად მოსახლეობის მიერ არ არჩეული ნდობა არ გამოცხადებული, აი ეს ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები იმსახურებენ კინწისყვრით გაყრას როგორც საკრებულოებიდან, როგორც სკოლებიდან, როგორც ბაღებიდან, ისე კასპის გამგეობის შენობიდან. ეს ადამიანები ანადგურებენ ჩვენს მომავალს და ჩვენი მომავლის გამანადგურებელი ძალა აუცილებლად უნდა აღმოჩნდეს განსასჯელი სკამზე და პასუხი უნდა აგონ აი ამ ქვეყნის, ამ მოსახლეობის და მომავალი თაობების წინაშე, რადგან ისინი ეწევიან ქართული გენოფონდის გენოციდს. საქართველოში აღარ იბადება ბავშვი, სიკვდილიანობა გაიზარდა, სოფელი დაიცალა და ამ სოფლებში არ არსებობს განვითარების საშუალება, არ არის მაღაზიები, არ არის მედპუნქტები, არ არსებობს ელემენტარული პირველადი მოხმარების სწავლები არ იყიდება.
წყალი არის გრაფიკით, დენი ითიშება ყოველდღიურად. ჰაერი ვეღარანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ასეთ ვითარებაში თუ კი ვინმე ამბობს რომ ქართული ოცნება სწორი გზით და სწორი სულით მიდის, ის არის ავადმყოფი, რომელსაც სჭირდება ძალდატანებითი მკურნალობა.